მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ უბრუნდებით ძველ აღთქმას, ნაწილი 35-ია, სადაც განვიხილავთ 46, 47, 48 თაობის დაბადების წიგნისას. ამ ნაწილს Warren Wiersbe-მ დაარქვა ბაბუამ უკეთ იცის და მიხვდებით ბოლოში თუ რაზეა ლაპარაკი და რატომ დაარქვა ეს სახელი. ებრაული ანდაზა ამბობს, უმეცრებისთვის სიბერე ზამთარივითაა, სწავლულებისთვის კი მოსავლის აღებააო. იაკობი ახლა 130 წლის იყო და ამ წლების განმავლობაში მან ბევრი მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწავლა ღმერთის საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების განსაკუთრებით მისი ვაჟების შესახებ. ცხოვრების სკოლაში ამ გაკვეთილებიდან ზოგიერთი სწავლა ძალიან რთული იყო და იაკობი ყოველთვის, რა თქმა უნდა, ვერ აბარებდა ყველა ამ გამოცდას წარმატებით. მაგრამ ახლა ღვთისმსიკეთისა და იოსების ერთგულების წყალობით იაკობი მომდევნო 17 წლის განმავლობაში ეგვიპტეში მოსავალს მოიმკიდა. მისი ბოლო წლები არ მოიტანდა ზამთარს თავისი სიცივითა და ქარიშხლებით. იაკობის მზის ჩასვლის წლები შემოდგომასავით იქნებოდა შვიდობის თბილი ოქროსფერი მზის სხივებით და ღვთისმადლიანი მოსავლის სიუხვით. პილიგრიმის შეიძლება ხიზანით ვთარგმნოთ თავდაჯერებულობა. ხშირ შემთხვევაში პილიგრიმს შეიძლება ქართველებისთვის ცნობილია ეს სახელი და ხშირ შემთხვევაში რჩება ხოლმე, მაგრამ ჩვენთან ასოცირება კიდე შეიძლება ხიზნები, ზოგი მომლოცველობით რთარგმნის ხოლმე ამ პილიგრიმს. მაგრამ უფრო მე პილიგრიმი დავტოვე, როგორც არის ეს. განსხვავდება ხიზანისაგან პილიგრიმი. პილიგრიმი უფრო ფართო ცნება ვიდრე ხიზანი. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. ეს არის 46 თავის პირველი და მესამე მუხლებიდან. ცვლილები ისეთი რამაა, რისიც ხანდაზმულ ადამიანების უმეტესობას ეშინია და ეწინააღმდეგება ხოლმე და ჩვენ მათ ამაში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. ნაცნობი გარემო, ავეჯი, ოჯახის წევრებისა და დიდი ხნის მეგობრების ყოფნა ხანდაზმულებს თავდაჯერებულობისა და კონტროლის შეგრძნებას აძლევს, რაც ცხოვრებას უფრო უსაფრთხოს და ბედნიერს ხდის. იაკობი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ხებრონში, მაგრამ ახლა ყველა მათგანის გადასვლის დრო დადგა ეგვიპტეში. ღვთის დაპირება. იაკობა და მისმა ოჯახმა დატოვეს ჰებრონი და დაახლოებით 1 კვირა იმოგზაურეს, სანამ არ მივიდნენ ბერშებაში, ქანაანის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქში. ბერშება იაკობისთვის ძალიან განსაკუთრებული ადგილი იყო, რადგან იქ აბრაამა ჭაამოთხარა და იქ ცხოვრობდა აბრაამი მორიას მთაზე ისააკის შეწირვის შემდეგ. ისააკი ასევე ცხოვრობდა ბერშებაში და სწორედ ბერშებაში მდებარე სახლიდან გაემგზავრა იაკობი ლაბანის სახლში ცოლის მოსაძებნად. ბერშებაში ღმერთი გამოეცხადა აგარს და ისააკს და ახლა ის იაკობსაც გამოეცხადებოდა. რადგან იაკობი აპირებდა თავისი ქვეყნის დატოვებას და უცხო ქვეყანაში წასვლას, ის შეჩერდა, რათა სამსხვერპლო აეშენებინა და თაყვანი ეცა უფლისათვის. კარგია ვთხოვოთ ღმერთს განსაკუთრებული დახმარება და კურთხება, როდესაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივართ. მახსოვს როგორ მოვიდა მთელი ოჯახი ეკლესიის წინ ღვთისმსახურების დასრულებისას და დაიჩოქა სალოცავად. რადგან ამ ოჯახის მამა შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და სხვა ბაზაზე უნდა გადაეყვანათ. ამიტომ მთელი ოჯახი შეუერთდა მას და უფალს მიუძღვნა თავი ამ ახალი წამოწყებისათვის. ეხლა რატომ უნდა ღელავდეს იაკობი ეგვიპტეში წასვლაზე? განა მისმა შვილმა იოსემმა არ უთხრა მას რომ წამოსულიყო? განა ეს არ იყო ყველაზე გონივრული საქციელი ქვეყანაში არსებული შიმშილობის ფონზე? შესაძლოა იაკობი შეშინებული იყო, რადგან ახსოვდა, რომ მისი ბაბუ აბრაამი სერიოზულ პრობლემებში გაეხვა, როდესაც ეგვიპტეში ჩავიდა. გახსოვთ, მე-12 თავი რო წავიკითხეთ ჩვენ დაბადების წიგნის. და როდესაც იაკობის მამა ისააკი ეგვიპტისკენ გაემართა, უფალმა შეაჩერა იგი. ეგვიპტე შეიძლება საშიში ადგილი ყოფილიყო ღვთის ერთ-ერთი მომლოცველისთვის, მაგრამ უფალი ღამით მივიდა იაკობთან და დაარწმუნა, რომ მისთვის და მისი ოჯახისათვის ეს უსაფრთხო იქნებოდა. იაკობ, გახსოვთ, რას გვახსენებს? აბრაამ 22 თავში, ან სამუელ პირველ მეფეთა მესამე თავში, მართა ლუკას სახარების მეათე თავში და ბოლოს მოციქულთა საქმეებში მე-9 თავში საულ, როცა იესო ქრისტე მიმართავს და გამოეცხადება საულის იგივე პავლე მოციქულს. გამამხნევებელია იმის ზონა, რომ უფალმა იცის ჩვენი სახელები და ჩვენი პირადი საჭიროებები. გახსოვთ იონეს სახარება, მე-10 თავი, მე-14, 27
იეჰოვა სურდა იაკობისთვის შეეხსენებინა, რომ ის არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქანაანის მიწით, რადგან ის არის მთელი დედამიწის უფალი, მათ შორის ეგვიპტისაც. ღმერთი იაკობთან ერთად წავიდოდა ეგვიპტეში და იქნებოდა მასთან, რათა ეკურთხებინა ის ისევე, როგორც იოსებთან იყო და აკურთხა კიდევაც იგი. იაკობს არაფრის უნდა შეშინებოდა, რადგან უფალი შეასრულებდა აღთქმეს, რომლებიც ბეთელში მისცა მას, ესავს რომ გაურბოდა ხარანში. რატომ სურდა ღმერთს იაკობის ოჯახის ეგვიპტეში ცხოვრება? იმიტომ რომ ეგვიპტეში გამრავლდებოდა იაკობის შთამომავლები და მათ ღმერთი დიდ ერად აქცევდა. ებრაელები დაიწყებდნენ თავიანთი მოგზაურობას ეგვიპტეში ფარაონის მფარველობის ქვეშ და დატკბებდნენ მიწის საუკეთესო ნაწილით. თუმცა საუკუნეების შემდეგ ებრაელები ეგვიპტეში სასტიკ მონობაში ჩავარდებიან და ღმერთს შესთხოვენ ხსნას. ჩვენ ამას გამოსვლის წიგნში ნახავთ პირველ თავებში და მეორე თავებშიც. მაგრამ ღმერთი მათ ტანჯვას გამოიყენებდა, რათა მოსეს ხელმძღვანელობით ისინი ძლიერ ერად ჩამოეყალიბებინა და ექცია. ღმერთმა იაკობს დამატებითი გარანტია მისცა, რომ ის ეგვიპტეში მოკვდებოდა და მისი საყვარელი ვაჟი იოსები იზრუნებდა, რომ მისი დაკრძალვა საპატიო ყოფილიყო. იაკობის ცხედარი ქანაანში დაბრუნდებოდა და დამარხავდნენ გამოქვაბულში, სადაც აბრაამი, სარა, ისააკი, რებეკა და ლია იყვნენ დამარხულები. ამ დაბირების საფუძველზე იაკობმა დატოვა ქანაანი და ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგი თავი ორენვისი დაასათაურა ღვთის კურთხევა. ფარაონმა უთხრა მათ, რომ არ შეეწუხებინათ თავიანთი ქონების წამოსაღებად, რადგან მთელი ეგვიპტის სიმდიდრე მათ განკარგულებაში იყო. მაგრამ სისასტიკე იქნებოდა მათი პირუტყვების მიტოვება შიმშილობის ფონზე და უეჭველად მათ თან წამოიღეს სხვა ქონებაც, რომელსაც ისინი აფასებდნენ და რომელიც მათ სჭირდებოდათ. ტიპიური სემიტური ჩვეულებისამრებ ამ სიაში მავრები არიან დასახელებული, მაგრამ არა მდედრები, რადგან იაკობის ქალიშვილისა დინასი, რომელიც ერთადერთი ქალიშვილი იყო და ქალიშვილები, რომელიც ნახსენებია უკვე მე-7 მუხლში 46 თავის, ის რძლებს გულისხმობს, როგორც ჩვენ ეს ადრე აღვნიშნეთ. რადგან ჩვენ არ ვიცით იაკობის სხვა ქალიშვილების არსებობის შესახებ. ამ ფაქტს იაკობი უნდა გაემხნევებინა, ის თუ როგორ გაამრავლა ღმერთმა მისი შთამომავლები და დაიცვა ისინი, უზრუნველყო ისინი და შეინარჩუნა ერთად ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისათვის. ოჯახის ზოგიერთ წევრს შეიძლება ეს არ ესმოდა, მაგრამ ისინი უფლისათვის ძალიან განსაკუთრებული ხალხი იყვნენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა შესასრულებელი მომავალ წლებში. ემიგრანტების ეს პატარა ჯგუფი საბოლოოდ კურთხევას მოუტანდა მთელ მსოფლიოს. ჩანაწერში ჯერ ლეას ვაჟები, ქალიშვილები და შვილიშვილები არიან ჩამოთვლილი. შემდეგ მოდიან ზილფასი, შემდეგ მოდიან რახელის და შემდეგ მოდიან ბილჰასი ოჯახები. სულ 70 ადამიანი. და ამ შენიშვნას მოინიშნეთ, იმიტომ სხვადასხვა წყაროებში ჩვენ ვნახავთ სხვადასხვა ციფრს და ამას ახსნა იქნება ჩვენი ტექსტის ბოლოში ამ შენიშვნის გამო. ამ ადგილას წაკითხვისას იაკობის სიტყვები მახსადდება მდინარე იაბოკის გადალახვის წინ. გასოთ ხომ, როდესაც ის გაურბის და ესავს უნდა შეხვდეს ხომ, ლაბანს უკვე შეურიგდება და გადადიან უკვე ამ მდინარეზე იაბოკის ხომ და ესეც სიტყვას წარმოთქვავს 32 თავის 9 მუხლში. ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს სახურს უწყალობე. ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად დგავარ. მისი შთამომავლები უთვალავი გახდებოდნენ, როგორც ზღვის ქვიშა და ცვის ვარსკვლავები, რადგან უფალი ასრულებს თავის აღთქმებს. შემდეგ ქვეთავი არის ღვთის სიკეთე. 11 ძმა უკვე შეხვდა იოსებს, მაგრამ ახლა ჯერი იყო, რომ იაკობი მამა შეხვედროდა თავის შვილს, რომელიც 22 წლის განმავლობაში არ ყავდა ნანახი. ის ფაქტი, რომ იაკობმა იუდა აირჩია მათ მეგზურად, მიუთითებს, რომ ის უკვე ენდობა თავის შვილს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძმებმა ყველაფერი მოუყვეს მამას და მაინც მისი კეთილგანწყობა დაიმსახურეს. ახლა იაკობს შეეძლო დაენახა ღვთის ხელი ყველაფერში, რაც მოხდა. წარსული წარუმატებლობის მიუხედავად, იუდამ ახლა დაამტკიცა თავის ერთგულება და მისი შთამომავლები საბოლოოდ სამეფო ტომად დასახელდებოდნენ. გოშენის მიწა მდებარეობდა ნილოსის დელტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დაახლოებით 900 კვადრატული მილის ფართობით. ძალიან ნაყოფიერი და შესანიშნავი ადგილი იყო პირუტყვის საძოვრად. სწორედ იქ შეხვდნენ იოსები და მისი მამა ერთმანეთს, იოსები თავის სამეფო ეტლში ელოდა, იაკობი კი ფარაონის მიერ მოწოდებული ერთ-ერთი ეტლით მოდიოდა. აქ ჩვენ უკვე მეუხუთეთ ხედავთ იოსების ტირილს, თუმცა არ არსებობს კონკრეტული ცნობა იმის შესახებ, თუ რატომ ტიროდა.
იაკობი. შესაძლოა იაკობი იმდენად იყო ახსავს სიხარულითა და მადლიერებით ღვთის მიმართ იოსების ხელახლა დანახვით, რომ ცნებლის დაღვრა ვერ შეძლო. უკაცრავად რატომ არ ტიროდა იაკობი? და იოსების მეხუთე ტირილია. ასე რომ არ არის მოცემული თუ რატომ არ ტიროდა იაკობი. შეიძლება ისე შოკირებული იყო ამ ფაქტით, რომ ცრემლიც ვეღარ წამოუვიდა. იაკობის ნათქვამი 30-ე მუხლში გვახსენებს სიმონის სიტყვებს, როდესაც მან ჩვილი იესო დაინახა. გახსოვთ ხომ ეს ლუკას სახარების მეორე თავში, უფალო, ახლა შენ უშვებ შენ მსახურს შვიდობით შენი სიტყვისამე, რადგან ჩემა თვალემა იხილეს შენი ხსნა. როგორც ჩანს, იაკობი უფრო მეტად იყო დაკავებული მწუხარებითა და სიკვდილით, ვიდრე იმ სიხარულით, რაც სიცოცხლის ბოლო წლებს ოჯახთან და განსაკუთრებით იოსებთან ერთად გაატარებდა. ამჟამად ამ ფაქტით უკვე იოსების ყველა სიზმრები ახდა სიტყვასიტყვით. ახლა დრო იყო ცხოვრების სიხარული და მწუხარება თავის დიდ ოჯახთან ერთად გაეზიარებინა. შედეგი ქვეთავე არის მართველის კეთილგანწყობა. მიუხედავად იმისა, რომ იოსები ფარაონის მამა იყო, გახსოვთ 45 თავში, როგორ ახასიათებს საკუთარ თავს იოსები, რომ ფარაონის მამად ღმერთმა დამადგინაო. იოსების ოჯახისათვის ოფიციალურად წარდგენა ფარაონის წინაშე აუცილებელი იყო, როგორც ეგვიპტეში ახალი მდგმური ემიგრანტებისა, რადგან იოსები და ფარაონი უკვე შეთანხმდნენ მისი ოჯახის გოშენში დასახლებაზე, ძმების კარზე გამოჩენა ეს უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ფარაონი და იოსების ძმები. იოსები ფრთხილად უხსნის მის ოჯახს იმ ფაქტს, თუ რას ნიშნავდა ეგვიპტეში წყემსად ყოფნა. ის ფაქტი, რომ იაკობის ვაჟემა თან წაიყვანეს თავიანთი ცხვარი და ჯოგი, ნათლად მიუთითებდა, რომ ისინი ეგვიპტეში დარჩენას და თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას გეგმავდნენ. იმის ცოდნა, რომ ეგვიპტელები მწყემსების მიმართ ცრურწმენებს ფლობდნენ, იოსები ყურადღებას ამახვილებდა პირუტყვის ჯოგებზე და არა ცხვრის ფარაზე. და უთხრა გახსოვთ ხომ ტექსტში, რომ უთხარით ფარაონს თუ შეგეკითხებათ, რომ თქვენ მეჯოგეები ხართ და არა მწყემსებიო. იმიტომ რომ სისაძაგლე იყო ეგვიპტელისთვის წყემსებთან ურთიერთობა. თუმცა ისინი არ იტყუებდნენ თავიანთი საქმიანობის შესახებ, არამედ პატიოსნები და მართლები იყვნენ ფარაონთან ყველა ურთიერთობაში. ჩვენ არ ვიცით ის მიზეზი, თუ იოსებმა ოჯახის წარმომადგენლად რატომ აირჩია ის 5 ძმა. ადამიანური ბუნების გულმოდგინე მკვლევარმა და გამჭირია ხმა ადამიანი, როგორც იოსები იყო, იცოდა, რომ მის ძმებს შორის რომელს შეეძლო ფარაონთან თავის კარგად წარდგენა და კარგი შთაბეჭდილების მოპოვება. თუმცა ფარაონმა შეასრულა თავის დაპირებები და მისამად საუკეთესო მიწები მათი ოჯახებისათვის, ცხოვრებისა და ნახირისათვის და სთხოვა, რომ მათაც ეზრუნათ მის ნახირზეც კი. ეს საკმაოდ დიდი დაწინაურება იყო იაკობის 11 ვაჟისათვის. ერთ დღეს ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებელები უნდა ყოფილიყვნენ, მეორე დღეს კი ფარაონის ოფიციალური წყემსები გახდნენ. ან მეჯოგეები. იოსები ფარაონის მიმართ კეთილი იყო და ახლა ფარაონი იოსების ოჯახის მიმართ სიკეთეს იჩენდა. უბრალოდ ამატებით თვალსაზრისით ეთყობა, რომ იცით ხომ, როგორც ინდოელებს საქონელი, დიდი საქონელი ძალიან პატივისცემაში ყავდათ ეგვიპტელებს, გამოსახულებაშიც ნახავთ, მაგრამ ცხვარს არ ვიცი სუნის გამო არის გამო, ნახეთ როგორ იმაშვებოდნენ, ცოტათი ამრეზად უყურებდნენ და წყემსებსაც ვისაც ცხვართან ქონდა საქმე. შემდეგ ქვეთავე არის ფარაონი და იოსების მამა. ფარაონი ალბათ მოუთმელად ელოდა ხანში შესულ მამას, რომელიც იოსებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. პირველი რაც იაკობმა გააკეთა, იყო ფარაონის დალოცვა თავისი ღმერთის სახელით და ასევე დალოცვა ფარაონი მათი შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამით იაკობი კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ ურთიერთობდეს ჭეშმარიტი მორწმუნე მათთან, ვინც ღვთის ოჯახის გარეთ არის. და თხოვთ წაგიკითხავთ პირველი პეტრეს მეორე თავს. ძალიან მნიშვნელოვანი ის არის დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენს ირგვლივ ამდენი რაღაცები ხდება და ცოტა დაბნეულია ქრისტიანები თუ როგორი ურთიერთობა უნდა ვიქონეთ წარმართებთან და ეს მე სპეციალურად ეს მუხლები ამოვიღეთ თქვენს დასაკითხად, რომ გაგიადვილოთ ეს სამუშაო. საყვარელო შეგაგონებთ, ესე ვიმეორე პირველი პეტრეს მეორე თავი. მე-11 მუხლიდან. საყვარელო შეგაგონებთ როგორც ხიძნებსა და მწირებს, განეშორენით ხორციელ გულისხმებს, რომლებიც თქვენი სულის წინააღმდეგ იბრძვიან. კეთილად მოიქეცით წარმართა შორის, ნახეთ, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს. დაემორჩილოთ ყოველ ადამიანურ მართლობას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მართველი. თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედა დასასჯელად და კეთილის მოქმედა საქებრად.
რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგნურ ადამიანთა უმეცრება. იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ, არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონება. ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით. მიუხედავად თავისი ნაკლოვანებისა, რომლებიც ყველას გვაქვს, იაკობი ყველგან ღვთის კურთხევა მიქონდა, სადაც არ უნდა წასულიყო. ყველას აქვს მეტაფორა ცხოვრების აღსაწერად, ზოგს ბრძოლა, ზოგს რბოლა, ზოგს ხაფანგი, თავსატეხი. იაკობის მეტაფორა მის დასახასიათებლად იყო პილიგრიმობა, ანუ ხიზნობა. პატრიარქები ყველანი პილიგრიმები იყვნენ და მომთაბარები, ხიზნები იგივე დედამიწაზე, მაგრამ ასევია ღვთის ყველა წევრი, ყველა ერი. გამას ჩვენ პირველ ნეშტაში წავიკითხოთ 29 თავში და პირველი პეტრეს პირველ თავში. ესე მიმართავს პეტრე ქრისტიანებს, გაფადულ ქრისტიანებს. ჩვენ ვეთანხმებით ა ブラ ამს, ისააკს და იაკობს, რომ ეს სამყარო ჩვენი სახლი არ არის და ჩვენ ვართ ამ წუთის სოფელში ხიზნები. ჩვენი დრო ხანმოკლე და დროებითია და ჩვენ მოუთმელად ველით ჩვენს მუდმივ სახლს, ღვთის ქალაქს ზეცაში. ჩემი წლები მცირე და რთული იყო. ამბობს იაკობი ფარაონთან 47 თავის მეცხრემულში, რომელიც ფარაონი ალბათ ფიქრობდა, რომ 130 წელი როგორ იყო მცირე. თუმცა ისააკი ჩვენ ვიცით 180 წლის ასაკში გარდაიცვალა, ა ブラ ამი კი 175 წლის. ამიტომ ეს მან თქვა თავის მამასთან და ბაბუასთან შედარებით. იაკობის ხიზნობის ხანა ხანმოკლე იყო. სიტყვა ბოროტი არ გულისხმობს ბოროტებას, როცა ის ახსენებს ბოროტებას, არამედ უბედურებას, უფრო გაჭირვებას. იაკობის ცხოვრება რთული იყო. მაგრამ ახლა ის 17 წლიანი მშვიდობითა და ბედნიერებით უნდა დამტკბარიყო. ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვთოვანდეთ იოსებით, კერძოდ იმ ფაქტით, თუ როგორ ოსტატურად მოაგვარა მან ამ ხელა ოჯახის გადმოადგილება, გადმოსახლება და მათი წარდგენა ფარაონისთვისაც კი. ეს უდაოდ ნიჭიერი მართველი იყო. მიწაზე, რომელიც მრავალი ღმერთისა და ქალღმერთის თაყვანისმცემით იყო დაკავებული, მნიშვნელოვანი იყო, რომ იოსების ოჯახს თავისი საქციელით დაემოწმებინა ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთის შესახებ. სწორედ ამას უწოდა პეტრემ პატიოსანი საქციელი წარმართებს შორის, რაც ჩვენ წავიკითხეთ პირველი პეტრეს მეორე თავში. ფარაონი და იოსების ხალხი. ფარაონმა იოსების ოჯახს ნება დართო დასახლებულიყვნენ ეგვიპტის საუკეთესო ნაწილში, გოშენში, სადაც მათ საკმარისად იზრუნებდნენ, მაგრამ ადგილობრივ ეგვიპტელებს დიდი ფასის გადახდა უწევდათ ამავე დროს სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ამათ ფონზე დარჩენილი იყო 5 წლის კიდევ შიმშილობა, სულ უფრო და უფრო ღარიბდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, სანამ საბოლოოდ მათ საკუთარი თავი მონებად არ მიყიდეს ფარაონს. რათა სიცოცხლე გადაერჩინათ. საკვების განაწილების გასაადვილებლად ბევრი ფერმერი ქალაქებში გადაიყვანეს, სანამ თესლი დათესვისათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. იმ დროისაც, როდესაც შიმშილობა დასრულდა და მიწადმოქმედება ხელახლა დაიწყო, ფარაონი უკვე ფლობდა ეგვიპტეში არსებულ მთელ ფულს, ასევე ყველა ხალხს და მათ ქონებას. გარდა მღვდლების მიწებისა, ხოლო ფერმერებს უნდა გადაეხადათ ფარაონისთვის მოსავლის მეხუთედი ყოველწლიური გადასახადის სახით. იოსებმა არა მხოლოდ იხსნა ერი შიმშილისაგან, არამედ შექმნა ეკონომიური სისტემა, რომელიც ფარაონს ყველაფრის კონტროლის საშუალებას მიცემდა. და რას აკეთებდა ახლა ამ დროს ისრაელის ხალხი? ის მრავლდებოდა და მრავლდებოდა. და ჩვენ ამას გამოსვლის წიგნის პირველ თავში ვნახავთ. იმ დროისათვის, როდესაც უკვე მოსეს ერი გამოყავს ეგვიპტიდან, ებრაელთა რიცხვი სულ მცირე 2 მილიონში ადგენდა. და ამ შენიშვნასაც თქვენ გავშლით ტექსტის ბოლოში, თუ საიდან არის ეს დასკვნა, რომ 2 მილიონი იქნებოდა. ღმერთმა აღუთქვა, რომ მათ დიდ ერად აქცევდა და შეასრულა კიდევაც თავისი დაპირება. ესე იგი 70 სული, ნახეთ 2 მილიონად გამოდის მერე 400 წელიწადში. ფარაონი წარმართი მართველი იყო, რომელიც უამრავ სრულ ღმერთს სცემდა თაყვანს, მაგრამ უფალი მის გულში მოქმედებდა და იყენებდა მას იაკობისა და მისი ოჯახის მფარველად. დღეს ძალიან ბევრი ქრისტიანი მორწმუნე ფიქრობს, რომ ღმერთს მხოლოდ საკუთარი ხალხის გამოყენება შეუძლია ხელისუფლების პოზიციებზე, მაგრამ მას შეუძლია თავისი ნების შესრულება ისეთი ურწმუნო ლიდერების მეშვეობითაც კი, როგორებიც იყვნენ ფარაონი, კიროსი, გახსოვთ, ეზრას წიგნში აღწერილია და ესაიაც 44 თავში. ნაბუქონდონოსორი იერემიას წიგნში 25 თავში, ავგუსტუსი კეისარი ლუკას მეორე თავში. შემდეგი არის ბაბუის მემკვიდრეობა, ქვეთავი.
47-დან 52 მუხლის ჩათვლით. იაკობი 17 წლის განმავლობაში ტკბებოდა იოსებით ხებრონში და ახლა ის 17 წლის განმავლობაში დატკბება იოსებითა და მისი ვაჟებით ეგვიპტეში. საინტერესო ეს პარალელი მეც არ მახსოვდა, რომ 17 წელი იყო იქ, როცა თავის შვილთან იყო და ახლა 17 წელი იქნება. ტრაგიკული იყო, რომ მისი ვაჟების ცოდვებმა მამას იოსების სიცოცხლის 22 წელი წაართვეს, მაგრამ ამ სხდომშეწირვითაც კი ღმერთმა შესანიშნავად განახორციელა თავისი გეგმა და სიყვარულით იზრუნა თავის ხალხზე. იაკობი გეგმავს თავის დაკრძალვას. მას შემდეგ რაც იაკობმა უარყო რეუბენი, იოსები ახლა ასრულებდა პირშოს მოვალეობას, მათ შორის მამის დაკრძალვის ცერემონიას ჩაუდგებოდა ის სათავეში. იაკობმა იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო და სურდა დარწმუნებული იყო, რომ ის დაკრძალული იქნებოდა აღთქმულ მიწაზე და არა ეგვიპტეში. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ იაკობი შეცდომას უშვებდა, რადგან ეგვიპტელები ცხედრების დაკრძალვის ექსპერტები იყვნენ, მაგრამ ეს პრობლემა არ იყო. იაკობი ღვთის ერთ-ერთი მომლოცველი იყო და მას სურდა ოჯახთან ერთად დაკრძალულიყო იმ მიწაზე, რომელიც ერთ დღესაც მისი შთამომავლების სახლი გახდებოდა. იაკობის სურვილი იყო, რომ მისი დაკრძალვა ყოფილიყო მკაფიო დამოწმება იმისა, რომ ის არ იყო კერპთაყვანისმცემელი ეგვიპტელი, არამედ ჭეშმარიტ და ცოცხალი ღმერთის მორწმუნე. როდესაც ფიქრობ, რომ შენი დაკრძალვა და პანაშვიდი არის ბოლო საჯარო ჩვენება, რომელსაც საბოლოოდ იძლევი, ეს გაიძულებს ფრთხილად დაგეგმო ის. შენი ანდერძის შედგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ დაივიწყო შენი ბოლო ჩვენება და დამოწმება. ჩემი საწყსო მსახურების დროს მინახავს ის თუ როგორ აწყობდნენ აღსარებელი ქრისტიანები ყველანაირ არასწორ გეგმას თავიანთი დაკრძალვისათვის, მათ შორის სიმღერებისა და წასაკითხი ტექსტების შერჩევისას, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბიბლიასთან, ან კიდევ ქრისტიანულ ცხოვრებასთან. ზოგიერთი ასეთი არჩევანი აშკარად წარმართული იყო და ერთადერთი მიზეზი, რასაც ასახელებდნენ, იყო ის, რომ გარდაცვლილმა ადამიანმა ეს თავის ფავორიტებად მიიჩნია და ეს დაიბარაო. პირადად ჩემთვის პასტორისათვის, მათი წყემსისათვის, ასეთი წარმოდგენების შემდეგ სახარების ქადაგება ძალიან ძნელი იყო და ნამდვილად ადვილი არ ყოფილა. მოდით მიბაძოთ იაკობის მაგალითს და ყურადღებით დავგეგმოთ ჩვენი დაკრძალვა ღვთის სადიდებლად. იოსებმა არა მხოლოდ აღუთქვა მამამის სურვილების შესრულება, არამედ მან ძმებსაც სთხოვა, რომ მისთვის იგივე დაპირება მიეცათ, რაც მან მათ მამას მისცა თვითონ. იაკობი იოსების შვილებს შვილობს, თავის შვილიშვილებს შვილობს. იაკობი საწოლს იყო მიჯაჭვული, ხედველობა უქვეითდებოდა და იცოდა, რომ აღსასრული ახლოვდებოდა. მაგრამ როდესაც იოსები ოთახში შევიდა, იაკობმა საკმარისი ძალა მოიკრიბა, რომ საწოლის კიდეზე წამოჯდარიყო და შვილთან ისეთ საკითხებზე ესაუბარა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გადაუდებელი. ის არ საუბრობდა ცხოვრების სირთულეებზე, ის საუბრობდა ყოვლის შემძლე ღმერთზე და იმაზე, რაც მან გააკეთა თავისი მსახურისათვის. როდესაც აბრაამის სიკვდილს უახლოვდებოდა, მისი სურვილი იყო ისააკისათვის ცოლის პოვნა და მისთვის აღთმის კურთხევების გადაცემა. სამწუხაროდ, როდესაც ისააკმა იფიქრა, რომ ის კვდებოდა, მას სურდა თავის საყვარელი შვილის მიერ, ესავის მიერ საყვარელი კერძი ეჭამა და შემდეგ დაელოცა. არადა მისი ფავორიტი ვაჟი არ იყო ღვთის რჩეული აღთმის კურთხევების ტარებისათვის. იაკობის აზრნავი იყო იოსების კურთხევა, რომელიც მან თავის პირშოდ აქცია და შემდეგ იოსების ორი ვაჟი შვილად აიყვანა და მათ ისრაელის ძეები უწოდა. კარგია რომ შეგვიძლია დაასრულო სიცოცხლე იმის სოდნით, რომ დაასრულე ღვთის საქმე ისე, როგორც მას სურდა და არა როგორც შენ. იაკობმა მიმოიხილა ღმერთთან მომლოცველობის პილიგრიმობის ზოგიერთი გამოცდილება დაწყებული იმ დაპირებებით, რომლებიც ღმერთმა მისცა მას ბეთელში და მათ შორის მისი საყვარელი რახელის, იოსების დედის გარდაცვალებით. იაკობმა დაარწმუნა იოსები, რომ ღმერთი გაამრავლებდა მათ რიცხვს და ერთ დღეს გამოიყვანა მათ ეგვიპტიდან ქანაანის მიწაზე მათ სამკვიდროში. იოსების ორ ვაჟს, მენაშეს და ეფრემს ექნებოდათ მემკვიდრეობა იმ მიწაზე, რადგან მათ ბაბუამ ისინი შვილებად აღიარა. როგორც ვნახეთ, იოსებმა შეცვალა იაკობის პირშო რეუბენი. გახსოვთ ხომ? და ახლა იოსების ვაჟები შეცვლიდნენ სიმონსა და ლევის, იაკობის მეორე და მესამე ვაჟებს. ლევიანებს გახსოვთ არ მიეცათ მემკვიდრეობა აღთქმულ მიწაზე, არამედ ისინი ცხოვრობდნენ გაფანტულები 44 ქალაქში, რომლებიც მიმოფანტული იყო მთელ ისრაელში. გახსოვთ, მათ თავისი სამკვიდრო არ მიეცათ, არამედ ქალაქები მიეცათ ყველა ტომში. ხოლო სიმონი საბოლოოდ იუდას ტომში აითქვიფება და შეერწყმება. გახსოვთ, ბენიამინთან ერთად ეს შედის უკვე სამხრეთ სამეფოში. ამ გზით ღმერთმა დასაჯა ლევი და სიმონი. შექემში მათი რისხვისა და ძალადობისათვის. გახსოვთ, დინას გამო მათ რო ამოწყვიტეს.
ლევი და სიმონი. ლეას ძმები, ლეას შვილები. იაკობ არა მხოლოდ იშვილა თავისი ორი შვილიშვილი, არამედ განსაკუთრებული კურთხევაც მისცა მათ. იაკობი სავარაუდო საწოლის კიდეზე იჯდა და ბიჭები მის წინ იდგნენ. იოსები კი მიწამდე იყო დახრილი. ბიჭებმა ეს გააცნობიერეს თუ არა, ეს მართლაც საზეიმო შემთხვევა იყო. დაბადების წინში ჩვენ აქ უკვე მეხუთედ ხვდებით ძმებში დაბადების რიგობითის შეცვლას. გასვოთ ღმერთმა როგორ აირჩია აბელი და არა კაენი, ისააკი და არა ისმაელი, იაკობი და არა ესავი და იოსები და არა რეუბენი. ახლა ის ეფრემს აირჩევდა მენაშეს ნაცვლად. იოსები განაწყენებული იყო მამის საქციელი და ცდილობდა მისი ხელის შეცვლას, მაგრამ იაკობს ღმერთი ხელმძღვანელობდა და იცოდა ის თუ რას აკეთებდა. აი ეს ადგილი ჩაწერილი არის ერთადერთი ჩაწერილი შემთხვევა, როდესაც იაკობი უკმაყოფილო იყო მამამისით. ან კიდე თუნდაც სხვა ვინმეთი. წარმოგიდგენიათ, ერთადერთი ადგილი, როდესაც იოსები უკმაყოფილობას აფიქსირებს. არამედ ესე იგი მამის მიმართ, არამედ ნებისმიერ ადამიანზე, არაფერი არ ჩაწერილი. საოცარი პიროვნება იყო იოსები. იოსების ვაჟების კურთხევისას იაკობმა ასევე აკურთხა იოსები, რადგან ეფრემის და მენაშეს ტომები ისრაელის ძლიერი ლიდერები გახდებოდნენ. იაკობმა მთელი დიდება ღმერთს მიაგო, ღმერთს, რომელმაც მისი მამები მოიხმო და აკურთხა, რომელიც მთელი მისი სიცოცხლე მწყემსა და მას და ზრუნავდა მასზე, და რომელმაც იხსნა იგი ბოროტებისა და ზიანისაგან. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი სირთულეები განიცადა. იაკობი თავის სიმდიდრეს უზიარებს ეხლა უკვე თავის შვილებს და შვილიშვილებს. იოსებმა იმ დღეს მოულოდნელი საჩუქარი მიიღო მიწის ნაკვეთი, რომელიც იაკობმა ბრძოლაში ამორელებისაგან წაართვა. ეს ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ იაკობი გამოცდილი მეომარი იყო. აი აქ ხვდებით ჩვენ მანამდე ტექსტში მის ბიოგრაფიაში ეს ადგილი არ არის. აქ იხსენებს ამას, რომ თავისი მარჯვენით წაართვა ამორელებს. ეს გამარჯვება შესაძლოა მოხდა შექემის მტკივნეული გახსოვთ იმ ამბების შემდეგ, როდესაც დინას გამო იბრძოლეს. შეიძლება მაგ დროსო ამორელებს წაართვა ეს მიწაო. გახსოვთ რომ მთელი 1800 წლის შემდეგ იესო იქ სიქარელ ქალს ამ ჭასთან შეხვდება და მას გადარჩენისაკენ მიიღოს. გახსოვთ ხო? ეს სამარიაში, სამარიელ დედაკაცს იესო რო ელაპარაკებოდა იონეს სახარების მეოთხე თავში. ნახეთ, სიქარელ ქალს ჭასთან რო შეხვდება. 1800 წელი გავა, წარმოგიდგენიათ და იესო იქ უკვე გასოთ რო ამბობს რომ ეს ჩვენმა მამამ იაკობმა დაგვიტოვა ქალბატონი და იესო უნება ნამდვილ ჭაზე და ნამდვილ წყაროზე მიუთითებს ის. როგორც ახლა პირშო იოსებს კურთხევის ორმაგი წილი ეკუთვნოდა. ჩვენ მეორე ჯულში ამას წავიკითხავ თუ რატომ. ხოლო ეზეკიელი 57 თავში მიუთითებს რომ მომავალ სამეფოში იოსებს მიწის ორი ნაწილი ექნებოდა. იაკობმა ახლა იოსების ვაჟები აკურთხა და ახლა დრო იყო რომ ყველა მისი ვაჟი შეხვედროდა მამას და ასევე კურთხებინა ისინიც. ესე მთავრდება ეს ჩვენი ნაწილი და შემდეგი შენიშვნები ასეთია. პირველი, ნაცნობი ფრაზა დანიდან ბერშებამდე ნიშნავდა ისრაელის უკიდურესი ჩრდილოეთიდან, საზღვრიდან უკიდურეს სამხრეთ საზღვრამდე. ვიმეორებ, ეს ფრაზა ხშირად შეხვდება, რაც ღმერთმა აღუთქვა დანიდან ბერშებამდე. ესე იგი, დანის ტომი იყო ჩრდილოეთში და ბერშება იყო სამხრეთი იუდაში, ხომ? ამას ჩვენ საჯულებში შეხვდებით, პირველ მეფეთაში შეხვდებით, იგივე პირველ სამუელში, მესამე თავში, მეორე მეფეთა, იგივე მეორე სამუელში შეხვდებით ჩვენ ამას, მესამე თავში. შემდეგი შენიშვნა არის ღმერთმა თავი გამოუცხადა იაკობს და ესაურა მას, როდესაც ის სახლიდან წავიდა ხარანში წასასვლელად. 22 თავი გახსოვთ დაბადების წიგნი. და როდესაც დატოვა ხარანი ბეთელში დასაბრუნებლად 35-ში, იქაც ეცხადება ღმერთი. მესამე შენიშვნა უახლოეს ნათესავს ევალებოდა საყვარელი ადამიანის თვალების დახუჭვა სიკვდილის დროს. ამრიგად ეს განცხადება პირველი მინიშნება იმისა, რომ იოსები იაკობის პირშოდ დასახელდებოდა რეუბენის ნაცვლად. და ამას პირველ ნეშტაში მეხუთე თავში უკვე გაიმეორებს, თუ ეზრას დაწერილია ეს ნეშტა, იქ გაიმეორებს ეზრა ამას. რა თქმა უნდა, სულიწმიდა. მეოთხე შენიშვნა, ესე იგი, ლეას 33, ესე იგი, ლეადან 33 პიროვნება გამოვიდა, შვილი და შვილიშვილები, ზილფადან 16, რახელს 14, ბილხას 17 და ეს ტოლია 70. გახსოვთ, მე რო გითხარით შენიშვნა 70-თან მიმართებაში. და დინა ქალიშვილი 71 შეადგენს. ნახეთ, თუ მამრები არიან ხო და სახალებულიო, მაგრამ ყერი და უნანი გარდაცვლილები იყვნენ. გასვოთ ყერი და უნანი
როდესაც იუდა გადის ცალკე და მისი შვილები მოკვდებიან, ხო? ასე რომ ყერი და უნანი. და იოსები და მისი ორი ვაჟი უკვე ეგვიპტეში იყვნენ. ამიტომ იაკობთან ერთად წასული ადამიანების რიცხვი 71 მინუს 5 იყო. ესე იგი 71 - 5, რომელიც არის 66. როგორც ეს 26 მუხშია ნათქვამი. როდესაც იაკობს იოსებს და იოსების ორ ვაჟს დაამატებთ, სულ 70 ადამიანი გამოდის. ნახეთ, გამოსulis წინში უკვე 70 სულია პირველ თავში მოხსენიებული. იუდეელთა საბჭოს წინაშე თავის მიმართვაში სტეფანე თქვა, რომ ჯგუფში 75 ადამიანი იყო. გასოთ, ესე იგი, როცა სტეფანე მოციქულთა საქმეებში ყვება, ნახეთ 75 ადამიანს ასახელებს. ახლა რატო? ეს რიცხვი ხვდება ძველი აღთქმის ბერძნულ თარგმანში, რომელიც ცნობილია როგორც სეპტუაგინტა, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული იყო ელინისტურ ებრაელებში. სეპტუაგინტის ტექსტში მოხსენებულია ეფრემის 3 ვაჟი და მენაშეს 2 ვაჟი. ხედავთ, როგორ ემატება და არაფერი შეცდომა არ არის ბიბლიაში. ჩვენ უნდა მოვძებნოთ, რატომ არის შეტანილი ესე. რატო არის რიცხვა წინში 26-ში, პირველ ნეშტაში მე-7 თავში და მე-20 თავშიც პირველ ნეშტაში. ესეა მოხსენიებული. ეს არის ამისი ახსნა, თუ რატომ იყო ესე შეტანილი, ხო? და თვალთაშორის ეს 70 ციფრი მე გასვოთ მოსეც რომ იმას იზავს 70 ციფრი სინოდის 70 საჯულსაც დააყენებს 70, ხო და მე სინოდიც უკვე იქიდან არის მოდის უკვე იმ ტრადიციიდან. როდესაც ითრო მისი სიმამრი ურჩევს მას გამოყოს ეს ლიდერები. მე-5 შენიშვნა იაკობი ხშირად ახსენებდა თავის გლოვას და საუბრობდა მის სიკვდილზე და დაკრძალვაზე. ხშირად და ამიტომ არც არის ზუსტად რომ იხსენებს 42 თავში 38-ში 37 თავში 44-ში 29-ში 45 46 თავში 47-ში 48-ში 49-ში ნახეთ ყველგან ახსენებს იაკობი თავის გლოვას და საუბრობს მის სიკვდილზე და დაკრძალვაზე ხომ იმიტომ რომ ძალიან გატანჯული იყო იაკობი თავისი ცხოვრებით. შესაძლოა მან ეს განწყობა მემკვიდრეობით მიიღო ისააკისაგან, რომელმაც თავისი გარდაუვალი სიკვდილი მრავალი წლით ადრე გამოაცხადა, სანამ ეს არ მოხდებოდა. გასოთ, როგორ ადრე აცხადებს, რომ მე სიკვდილის პირა ვარო ისააკი, ხო და თხოვს ესავს რომ მოუტანოს შეჭამადი, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლებს. მიუხედავად ამისა, ისააკმა 180 წელი იცხოვრა, ა ブラ ამზე და იაკობზე უფრო მეტხანს. შემდეგ შენიშნა ეგვიპტიდან გამოსulis დროს ერში 600,000 ზრდასული მამაკაცი იყო. აი ამას აღწერს გამოსulis წიგნი, როცა აღწერას აი მასშობა წარმოაჩენს მე-12 თავში გამოსulis წიგნი 600,000 ზრდასული მამაკაცი. და ბუნებრივი ამას რომ მიუმატებთ ქალებს და ბავშვებს, ხო? 2 მილიონი ან მეტი იქნება. ძალიან მარტივია ამის გამოთვლა. მე-7 შენიშნა მუხლების ხსენება 52 თავში მე-12 მუხლში გვახსენებს რომ შვილის გაჩენა მუხლები არის ფრაზა, რომელიც შვილად აყვანას ეხება, ხო, მუხლებზე და ამითი იშვილებს, ხო, მუხლებზე გააჩენს 21 თავში გახსოვთ, ჩემ მუხლებზე გააჩინოსო, როდესაც თხოვს რახელი იაკობს და აძლევს თავის ხევალს. მოგვიანებით იოსების შვილიშვილს მაქირს შვილეშვილოში შვილებდა ეფრემისა და მენაშეს ნაცვლად. ამას გააკეთებს იგივე იოსები. ჩვენ ამას უკვე შემდეგ 50 თავში წავიკითხავთ. 59 თავი ცალკე იქნება გამოყოფილი, როგორც ნახავთ და 50 კიდე ცალკე და ბოლოს იმას შეჯამებასაც გააკეთებს ორილიბესვი. მერვე შენიშნა იოსები 30 წლის ასაკში დაქორწინდა და 39 წლის იყო, როდესაც იაკობს შეხვდა, რომელიც 130 წლის იყო. როდესაც ეგვიპტეში ჩავიდა. ვიმეორებ, იოსები 30 წლის, 17 წლისა წამოიყვანეს, გასვოთ ხო? 30 წლის ასაკში ქორწინდება და 39 წლის იყო, როდესაც იაკობს შეხვდა. ესე იგი, 9 წელი არის გასული იქიდან, ხო? თავისი ქორწინებიდან. და უკვე იაკობი 130 წლის არის, როდესაც ეგვიპტეში ჩადის. იოსები მაშინ 56 წლის იყო, ნახეთ, როდესაც მამამისი 150 წლის ასაკში გარდაიცვალება. აი ნახეთ, რა კარგად მიუმატებთ და დაალაგებთ. მისი ვაჟები ამ დროს ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ და არა პატარა ბავშვები. ესმით უკვე ზრდასულები არიან, ხო? ნახეთ, რამდენი წელია გასული, 30-ს თუ დაქორწინდა, 31-ში ალბათ შეეძინოდა პირველი და უკვე 56 წლის არის, ხო? უკვე ზრდასულები არიან. როცა დალოცვას და შვილობს იაკობი მათ, თავის შვილიშვილებს. მე-9 შენიშნა ამით ღმერთი ლეას უფროს რახელით უმცროსით ცვლიდა. ეს დაბადების რიგის კიდევ ერთი ცვლილება იყო, ხედავთ?
ესე იგი გახსოვთ ლეა როგორ შეაპარა ლაბანმა იაკობს და დააქორწინა, მიუხედავად იმისა, რომ იაკობს უყვარდა რახელი, ეხლა უკვე ღმერთი ცვლის მას, გადავთ და მისი შვილები უკვე ნახეთ ჩაანაცვლა და ისინი გახდნენ უკვე ლიდერები და პირმშოები. მეათე შენიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთებას ბიბლიური საფუძველი არ აქვს, ადამიანის ცნუნება აქვს იაკობის ხელების გადაჯვარდებში გამოსახული ჯვარის დანახვა. ხედავთ ზოგიერთი რას ხედავს, როცა ხელები გადააჯვარდინა, რომ ჯვარი ჩანდაო ამაშიო. ცოდვილების დაბადების რიგი იცვლება, როდესაც ის ზენდობა იესო ქრისტეს, რადგან ღმერთი მეორე შვილს იღებს და არა პირშოს. აი ძალიან კარგი შედარება იყო, მე საუბარშიც ვახსენე, რომ ნახეთ ცოდვილების დაბადების რიგი იცვლება, როდესაც ის, ანუ ჩვენ მივენდობით იესო ქრისტეს, ნახეთ ჩვენ სახელსაც გვიცვლის ღმერთი, ხო? და პირველი პიროვნება კვდება. და ჩვენ მეორე შვილს იღებს. როცა ჩვენ ვიბადებით, იმას იღებს ღმერთი და არა პირველს, პირშოს ხორციელს. ეს ყველაფერი შესაძლებელი ხდება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვარზე გაღებული მსხვერპლის წყალობით. მე-11 ეს ნაწილი ქონება არ უნდა აგვერიოს იმ ქონებასთან, რომელიც იაკობმა შეიძინა, სადაც საბოლოოდ დაკრძალეს, ხომ? ასე რომ 33 თავში არის მოცემული იაკობის ქონება და აქ ახლა იესო ნავეს ძეს შორის ჩვენ წავიკითხავთ იესო ნავის წიგნში 24 თავში, რომ იქაც აქვს მას ქონება, ასე რომ ეს არ უნდა აგვერიოსო ერთმანეთშიო. ამას ჩვენ მივადგებით. შეგიძლიათ ჩაიხედოთ იაკობის ესე იგი 33-19-ში, შემიძლია ახლა ჩავიხედო მე თქვენთან ერთად 33-19. აი, ფადან არამინდა დაბრუნებული იაკობი მშვიდობით მივიდა შექემში, რომელიც ქანაანის ქვეყანაში და იქ ქალაქის წინ დაიბანაკა. 100 ქესიტად იყიდა შექემის მამის ხამორის ძეებისაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი გაშალა. აღმართა სამსხობლო და უწოდა მას ელოჰი ისრაელ, ღმერთი ღმერთისა. ხედავთ, ესე იგი, ეს არის ერთი მოცემული, ასევე ბრძოლით დაიბრუნა, გახსოვთ ერთი მიწა ამორეულებისაგან დავიბრუნე ბრძოლითო და ეხლა ლაპარაკია კიდევ იესო ნავის წიგნზე. 24-32, სადაც უკვე ალბათ აღწერა არის. სადაც ანაწილებს უკვე იესო ნავის, ხო? დაკრძალეს ეგვიპტიდან ისრაელის ძეების მიერ მოტანილი იოსების ძვლები. ნახეთ, ესე იგი იაკობი ხო თვითონ შვილმა დაკრძალა, მაგრამ 400 წელი ეს მუმირებული, მუმია, ესე იგი იოსების ნეშტი, ხო, მიცით მუმიფიკაცია როგორი ის ქონათ, ხო, ეხლაც რო აღმოაჩენენ, წარმოიდგინეთ, რამდენი წლები გავიდა უკვე 4000 წელი, ხო? მუმიები ზოგი, უფრო შეიძლება მეტიც იყოს და როგორ არის და ნახეთ 400 წლის, ესე იგი ეს ძვლები, რომლებიც შექემი დაკრძალეს ეგვიპტიდან ისრაელის ძეების ამოტანილი იოსების ძვლები შექემში. იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც იოსების ძეების საკუთრება გახდა და 100 კესიტად ქონდა ნაყედი იაკობის შექემის მამის ხამორის ძეთაგან. ნახე? და მოკვდა ელიაზარი აარონის ძე და დამარხეს იგი მისი ძის ფინხასის ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეცა მასო. ნახეთ, ესე იგი, აქაც არის ეს აღწერა ამისი, რომ პარალელები ყველაფერი გახსენიებულია ძველ ახალში. ეს იყო ჩვენი ნაწილი 35, რომელსაც 46, 47, 48 თავები, 49, 50 ცალკეულ კიდე 3 დაგვრჩება ჩვენ და დავამთავრეთ დაბადების წიგნს. ამას ერქვა ბაბუამ უკეთეცის. მიხვდით ხომ, ბაბუამ რატომ იცის უკეთესად, იმიტომ რომ იოსები არ ეთანხმებოდა მამას, რომ ხელი გადააჯვარედინა და უმცროსი უფროსზე წინ დააყენა და იოსებს ავიწყდებოდა, რომ მთელი პატრიარქები ზუსტად ესე იყვნენ ასეთ მდგომარეობაში, რომ ღმერთმა დაიწონა უფროსი და უმცროსი გახადა. აი ამიტომ დაარქვა ბაბუამ უკეთიცის. ესეთი სახელწოდება. მადლობა მოსვენისათვის.